მოკლედ ეს არის ფილტრის საწმენდი. ამაში არის ორი ბოთლი. ერთი არის სპრეი და ერთი არის ზეთი. პირველ რიგში უნდა გამოვიყენოთ ეს უნდა მიესხას ფილტრს ორივე მხრიდან. ყველგან უნდა მიესხას, კი, სულ ყველგან უნდა მიესხას. ამას რომ მიესხავთ ერთი 10 წუთი ელოდებით, ეს ზედ არ უნდა შეაშრეს. ერთი 10 წუთი ელოდებით რომ მიესხავთ და მე თბილი წყლით ჩამორეცხავთ ზედა მხრიდან ქვემოთ. ანუ ზედა მხარე იქნება შედარებით სუფთა და ქვედა იქნება ჭუჭყიანი. თავიდან ჭუჭყიანი ესე იქნება პირველი როგორც აქ არის ნაჩვენები და მეორე იქნება წყლით რო გარეცხავთ თბილი წყლით. უნდა იყოს თლიანად თეთრი. ანუ წითელი საერთოდ არ უნდა ეთყობოდეს. უნდა გაერეცხოს. კი, თბილი წყლით ჩამორეცხავთ და უნდა იყოს აი ესეთი თეთრი, როგორც აქ არის. მე უნდა გამოვიყენოთ ეს მეორე ბოთლი. ეს არის ზეთი. ამას ახლა აქ აქვს დამცავები. ერთი დამცავი აქ არის, ეს უნდა მოხსნათ. და მეორე დამცავი ეს. ამებს რომ მოხსნით ორივეს, ამ თავს წამოწევთ და ფილტრს გაუყვებით ყოველ ზოლზე. წყლით რო გარეცხავთ, ზედმენი წყალი რაც იქნება, იმას დაფერთხავთ. მე მაგალითად მზეზე ვაშობ ხოლმე, მაგრამ ეხა ამ მომენტში შეიძლება არ გაშრეს, საფხულში უფრო შრება ხოლმე. და ჯობია რომ სახლში სადმე თბილ ადგილას დადოთ რა, რომ გაშრეს. თითოსთან ახლოს. ხანი უნდა ეს. ეხლა მაგალითად მე ზაფხულში გავაშრე და რო დავდე სიცხეში გაშრა ეგრევე. და მშრალი უნდა იყოს ფილტრი, იმიტომ რომ ამ ზეთს რო წავსმეთ, ზეთი დარჩეს ზედ. თორე ფილტრის ველი რო იქნება, ზეთი არ დარჩება ზემოთ. ხო, მოშორდება რა. რეალურად ფილტრში ჭირდება ძალიან ცოტა ზეთი. თუ სიტყვაზე ბევრი ზეთი მოგივიდათ, ფილტრს დადებთ ერთ ადგილას და ჩამოიწურება ეს ზედმეტი ზეთი რაც იქნება. და მოშორდება ზედმეტი და რეალურად რაც ჭირდება ის დარჩება მარტო ფილტრზე. ეს არის ეს და ინსტრუქცია, პირდაპირ რეცხვის ვიდეო, ქართული ინსტრუქცია ჩვენს გვერდზე დევს. კი. ეგეც შეგიძლიათ ნახოთ.